ადრე მეგონა, რომ რაც უფრო ძვირს გავდავიხდით საკვებში, მით უფრო ხარისხიანს ვიყიდით. მაგალითად, ხომ არსებობს ძვირი სოსისი, ძეხვი, კარგად შეფუთული, პესტიციდებით და ქიმიური საშუალებებით მოყვანილი ბოსტნეული, რომელიც ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ხარისხის რა მოგახსენოთ. გადიოდა წლები და ვანადგურებდი ჩემს ჯანმრთელობას, ჩემი ოჯახის ჯანმრთელობას ასეთი უხარისხო საკვებით და ვერც კი ვაცნობიერებდი ამას. ხშირად მტკიოდა თავი, მქონდა კანის პრობლემები, საჭმლის მონელების არევა. უკვე ვაცნობიერებდი, რომ ეს პრობლემები კვებიდან მოდიოდა, მაგრამ ვერ ვხედავდი გამოსავალს, რადგან მარტივად ბაზარზე არ არსებობდა ხარისხიანი საკვები, ადვილად ხელმისაწვდომი. როგორც პორშემ თქვა, მე ვერ ვხედავდი ჩემს საოცნებო სპორტულ მანქანას ჩემს გარშემო. ამიტომ შევქმენი ის მე თვითონ. 4 წლის წინ გადავწყვიტე და საკუთარი ორგანული ფერმა შევქმნე. ამ ეტაპზე მყავს ვარიები, რომლებიც 5-6 კვირიდან ღია სივრცეში დიდ მინდორზე გადიან, რაც მათ არასტრესულ გარემოში ამყოფ. სუნთქავენ სუფთა ჰაერს და იტენებიან D ვიტამინით მზეზე. ეს საშუალებას აძლევთ მათ, რომ იკვებონ ბალახით, რაც ცილების ბუნებრივი წყარო. ასევე მწერებით, მიკროორგანიზმებით, რომელიც არის ბუნებრივი წყარო პროტეინისა, რომელიც ძალიან საჭიროა მათი ზრდისთვის და განვითარებისთვის. თუ გაინტერესებთ მეტი დეტალი ორგანულ პროდუქტს, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ უფრო მეტი შეიტყო ჯანმრთელ კვებაზე.